რუსმა სამხედროებმა უკრაინის სუმის რეგიონში მდებარე ქალაქ ოხტირკაზე მიიტანეს იერიში. დაზიანდა რამდენიმე საცხოვრებელი სახლი, მაღაზია და ადმინისტრაციული შენობა. საგანგებო სამსახურის თანამშრომლებმა ადგილობრივი მოსახლეობა გაიყვანეს შემთხვევის ადგილიდან. საქმესთან დაკავშირებით უკვე არსებობს შესაბამისი მტკიცებულებები. თავდასხმები იყო ასევე კრივი-რიჰის, ჩერკასისა და კიროვოჰრადის რეგიონებზეც. გარდაცვლულთა შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა. უკრაინის საჰაერო ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთმა წინა ღამით უკრაინის მიმართულებით შაჰედის ტიპის 117 დრონი გაუშვა. აქედან 56 განადგურდა, ხოლო 48 სპეციალური მოწყობილობით გაანეიტრალეს. ბოლო კვირების განმავლობაში ეს ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური შეტევაა დრონებით, რაც იმას ნიშნავს, რომ სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და სამხედრო სამიზნეებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ემუქრება საფრთხე. ფრონტის ხაზიდან მოშორებით მდებარე ქალაქები და დასახლებებიც არ არის იერიშებისგან დაცული. ხელისუფლება მოქალაქეებს მოუწოდებს მუდმივად იყვნენ მობილიზებული, რადგან რუსეთი აძლიერებს ავიაიერიშებს უპილოტო აპარატებით, რომელთა სამიზნე კრიტიკული ინფრასტრუქტურა და საცხოვრებელი რაიონებია.